ჩამოვიდეს, ლაპარაკოს ამ ხალხს, თვითონაც ხედავს და თვითონაც იცის. ესე აწყობით უბრალოდ თხილის ბაზრია, ზუგდიდის მეტი სხვა შემოსავალი, დიდი შემოსავალი არა. ეს არის ძირითადი შემოსავალი თხილი. შარში ამ უნდა 13 ლარი და კიდევ ცოტა მეტი. ხალხმა ესე იგი ამ წელისათვის შემოინახა თხილი, ბიზნესი აიღო, უბრალოდ სესხები აიღო ბანკებიდან. შემოინახეს რაღაცები და დარჩა უმრავლეს ხალხს ესე ბევრი თხილია დარჩენილი უბრალოდ. ვისაც რა შეეკითხა, აი ქალაქის რომსაფრე რა და ვიყავ მეშინი და იმა მითხრა აქეთ ყველა მის რომ აი ეს არის ამაში ჩართული ამაში შოვა. ისინი ახალს არაფერს არ ამბობენ, ის ბრალდებები რაც მათ აქვს, ეს არის ის რაც იცის თელმა სამეგრელო, ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია ეხლა გუბერნატორი ჩამოვიდეს, დაელაპარაკოს ამ ხალხს და აუხსნას რა ხდება კონკრეტულად ხილთან დაკავშირებით. ის რომ გუბერნატორი შონია დათო შეგელიასთან ერთად ჩართული არის თხილის ბიზნესში, ის რომ ის ავიწროებს მეწარმეებს, თხილის ქარხნის მეპატრონეებს, ის რომ ის აკონტროლებს თხილის გადატანას, გადმოტანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შემდეგ თურქეთში გატანას. კონკრეტულად სამეგრელოში არის 130-ზე მეტი მეწარმე. ამ ადამიანებს შეგიძლიათ კითხონ ერევა თუ არა ვინმე მათ საქმიანობაში და ასევე ისინი ყველაზე კარგად ფლობენ ინფორმაციას თუ რა ფასებია მსოფლიო ბირჟებზე. აქცია იყო ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებული და აბსურდულია ის ბრალდებები, რაც ისმის და მიზან მიმართული გუბერნატორის წინააღმდეგ.